საქართველოში პური გაძვირდა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს 6 საათზე სტუდიაში იმედა დარსალია მუშაობს. თბილისში პურის ფასმა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში 5-10 თეთრით მოიმატა. როგორც ცნობილია, პურის მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მასმერე გავრცელდა, რაც ბაზარზე ხორბლის ფქვილის ფასმა 2-3 ლარით მოიმატა. მეწარმეები ფასების ზრდას ბოლო დროს ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. სამი დღე რაც გაძვირდა, ხირდა 50 თეთრი გახდა 55 თეთრი. არა, როგორც იყო, ისე ჩვეულებრივად 45-იანი, 60-იანი და 70-იანი პური არ გაძვირებულა არც ერთი თეთრით. დაპირებას, რომ პურის ფასი არ გაიზრდებოდა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ჯერ კიდევ გუშინ იძლეოდა. წლის ამ პერიოდში გამორიცხულია, რადგან ახლა არის მოსავლით საღებავით მსოფლიოში პრაქტიკულად შესაბამისად ხორბლის ფასები მოდის დაბლა და შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება ყველა ხორბლისეულ წარმოშობილ პროდუქტებში. ხორბლის ფასები გამომდინარეობს ხორბლის ფასებიდან, რა თქმა უნდა, შესაბამისად ხდება დაბალი. ანუ ეს სრულ ინფორმაციაა, რო ძვირდება პურის განგაში. სოტნე დადიანის შთამომავალი პრინცი ალან მიურატი მისი წინაპრის შესაძლო სამარხის აღმოჩენას ეხმიანება. პრინცი და პრინცესა ალან და ვერონიკა მიურატები მწუხარებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ სამარხის გახსნას არ დაასრეს. წმინდანად შერაცხული დიდგვაროვანი ფეოდალის შთამომავალი იმედოვნებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სამარხი მართლაც სოტნე დადიანის აღმოჩნდა, მას მუზეუმში არ გადაიტანენ და ხობის ეკლესიაში დატოვებენ. ხობის ღვთისმშობლის ტაძარში, იმ კედელზე, რომლის ძირშიც აკლდამა მდებარეობს, შერდილი და ნათელა დადიანების და მათი შვილი სოტნე დადიანის ფრესკა გამოსახული. სწორედ ეს გახდა ვარაუდის მიზეზი, რომ იქ სოტნე დადიანი და მისი მშობლები არიან დაკრძალულნი. მე ძალიან მიხარია, რომ ჰობის მონასტერში სოტნე დადიანის სამარხი აღმოაჩინეს. ამ მომენტისათვის არ ვართ დარწმუნებულნი, რომ ეს ჩვენი წინაპრის საფლავია. ტელევიზიის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ამ ფაქტის სინამდვილე სექტემბერში ან ოქტომბერში დადგინდება. სტიქია საქართველოში კურორტ-შოვში მეწყერი ჩამოწვა, მთის ნაშალი მდინარე ღვიორამ ჩაიტანა და კურორტ-შოვის ტურბაზის რამდენიმე კოტეჯი წაიღო. მძიმე მდგომარეობა ასევე სოფელ გლოლში, სადაც მდინარის ახლოს მდებარე სახლები დაიტბორა. კურორტ-შოვში შესასვლელი ამ დრომდე გადაკეტილია. პანკისის ხეობა კი წუხელ ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა. წყალმა წაიღო შინაური ფრინველი და წვრილფეხა საქონელი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საუბნო გზები. შუაღამისას მოსახლეობა სახლებში შევარდნილმა წყალმა პანიკაში ჩააგდო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, რომლებსაც მოსახლეობა სტიქიის ზონიდან გამოყავთ. ახმეტის რაიონის ხელმძღვანელობა დილიდან პანკისის ხეობაში იმყოფება. რაიონის გამგეობაში შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც ზარალს იხდის. ამ დროისათვის პანკისში აღარ წვიმს. თუ ეხლა ჩვენმა წამოვიდა, მაშინ იქნება საშიშროება, თუ ჩვენმა აღარ წამოვიდა, მაგრამ მაშინ საშიშროება აღარ არის. ეხლა უკვე აღარ აწვიმს და კაი ამინდია და გაზარალებული ეხლა ადამიანები არ არიან, მაგრამ პირუტყვი ეს ფრინველი დაეხოცა ბევრს, სახლები დაეტბორა, მთელი ეს ეზოები და ყველაფერი წყალმა წაიღო. უმეტეს ხელმძღვანელობა აქ არის, რაც ტექნიკა მოყავთ, თუ ტექნიკა არ მოიყვანეს და არ გაიწმინდა, ესე უკვე მართლა დიდი საშიშროება იქნება და ეხლა ტექნიკას ელოდებიან და მთელი ახმეტის მთავრობა აქ არის. სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოში წვიმიანი ამინდი კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით ნალექი მოსალოდნელია როგორც დედაქალაქში, ისე მთიან რეგიონებსა და სანაპირო ზოლში. ესეთი გადაუღებელი წვიმები არა. აი დრო გამოშვებით შეწყდება. ველოდებით ხანმოკლე ხასიათის წვიმებს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში იქნება შესაძლებელია იყოს სეტყვაც. ტემპერატურებს რაც შეეხება დასავლეთ საქართველოში 31-33 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს 22 გრადუსამდე ველოდებით. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 30-31 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს. ხვალისთვის სანაპირო რაიონებში ტემპერატურის გვაქვს შენარჩუნებული 22-27 გრადუსის ფარგლებში.
ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლონიკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება სამინისტროში არ ადასტურებენ. მაესტროსთან სატელეფონო საუბარში კი სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მინისტრი ჯერ კიდევ თავის მოვალეობას ასრულებს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საკადრო ცვლილება მომავალ კვირას მოხდეს. ხათუნა ოჩიაური კი ადასტურებს ინფორმაციას ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ამ საკითხზე ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა პოლიტმეტრში განაცხადა. მისი თქმით, მინისტრის გათავისუფლება შესაძლოა უკავშირდებოდეს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის დაბალ ტემპს. ჩვენ ხშირად ნახულობთ ასეთ შეხვედრებს სხვადასხვა არსებობს შეხვედრები, ეს არის ბოლო თემა შეიძლება. და რატომ მოიხსნება ეკონომიკის მინისტრი თუ კი წარმატება იყო ამ სფეროში მიღწეული? იცით რა შეასაქმე მე ვერ გეტყვით ახლა ნამდვილად არ ვარ ახლა ასე კონკრეტულად ინფორმირებული რატომ და რა მიზეზით შეიძლება აქ რა ვიცი მრავალი მიზეზი ყოფილიყო, მაგრამ შეიძლება პრეზიდენტისთვის რაღაც ტემპი არ იყო დამაკმაყოფილებელი და კიდე მეტ ტემპს ითხოვს თქვა ინვესტიციების მოზიდვისა. მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზეზი ეს შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ სხვა მხრივ ზურაბ პოლონიკაშვილიზე მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს საკმაოდ მაღალი აზრი აქვს და შესაძლებელია მას არ ქონდა რა ვიცი რაღაც საშუალება, რომ უფრო აქტიურად მოეზიდა ინვესტიციები საქართველოში. ეკონომიკური განვითარების მინისტრის გათავისუფლებას დეპუტატებიც ადასტურებენ, რომლის შემცვლელადაც კანადიდან ჩამოყვანილი დევნილი ქართველი ვერა ქობალია სახელდება. ასანიშნავია ის გარემოება, რომ საპარლამენტო კულუარებში ვერა ქობალიას მანამდე აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელად მოიაზრებდნენ და მისით დია ბარამიძის ჩანაცვლებას აპირებდნენ, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერა ქობალიამ ეს თანამდებობა დაიწუნა და მისი დანიშვნა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გადაწყდა. ინტერპრეს ნიუსის ინფორმაციით დეპუტატები არაოფიციალურად უკვე ადასტურებენ, რომ ვერა ქობალია ეკონომიკის მინისტრის პოსტს ჩაიბარებს. დანარჩენ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი დეპუტატებს არ სურთ, თუმცა მედიაში აქტიურად განიხილება პრემიერ-მინისტრის დიმიტრი შაშკინით შეცვლის, ხოლო ნიკა გილაურის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელად გადაყვანის საკითხი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სამინისტროში გახშირებული კორუფციული ფაქტების გამო მინისტრის პოსტს დატოვებს გორგა ხაჩიძე. პოლონეთში პრეზიდენტს ირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე მშვიდ ვითარებაში დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ამის შესახებ პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სტეფან იაროვსკიმ განაცხადა. ქვეყნის მასშტაბით 25,000-ზე მეტი საარჩევნო უბანი ზუსტად 8 საათზე გაიხსნა. საარჩევნო სიებში 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველია შეყვანილი. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებში საპრეზიდენტო პარტია გრაჟდანსკაია პლატფორმას ლიდერი ბრონისლავ კომოროვსკი ლიდერობს, თუმცა პოლონური პრესა მას მხოლოდ ხმების 50%-ს უწინასწარმეტყველებს. შემდეგ კი ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ტყუპის სალიძმა იაროსლავ კაჩინსკი მოდის. წინასწარ გამოკითხვებში მან ხმების 33% მიიღო. პოლონური პრესა წერს, რომ მას შემდეგ, რაც კაჩინსკიმ საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო, კომოროვსკის მხარდამჭერების რაოდენობა შემცირდა. პოლონეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კი 10 კანდიდატი იყრისკენს. პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოში მცხოვრები პოლონელებიც ირჩევენ. პოლონეთის საელჩოში საარჩევნო უბანი დილის 6 საათზე გაიხსნა. ამ დროისათვის საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა საქართველოში პოლონეთის ელჩმა ურშულა დოროშევსკიმ და საქართველოში ევროკავშირის მისიის პოლონელმა თანამშრომლებმა. თბილისში 77, ბათუმში კი 8 პოლონელი ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო უბანი საღამოს 8 საათზე დაიხურება. ეხლა ზაფხულია და უამრავი ხალხი გასულია ქვეყნიდან დასასვენებლად. იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არის საარჩევნო ოლქები ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჩვენ 31 მილიონი ამომრჩეველი გვყავს. საქართველოში დარეგისტრირებულია 77 ადამიანი. 50-ზე მეტმა პოლონეთის მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო. ჩვენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას წარმოვადგენთ. დღეს აქ არჩევნებს ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები წარმატებულად ჩაივლის და მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პოლონეთს წარმატებას და სიკეთეს მოუტანს. რას ველოდები არჩევნების შემდეგ? ველოდებით, რომ ნორმალური სიტუაცია იყოს, სტაბილურობა და რომ არ იყოს კონფლიქტები. სულ ეს არის.